მეგობრებო, ახლა ცივი სეზონია და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრს გონია, რომ არის მცივარა. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცდება, იმიტომ არ არსებობს მცივანა ადამიანი, არსებობს მდგომარეობა, როდესაც სისხლის მიმოქცევა არის დარღვეული. თმის ცვენა, კანის სიბერე, ორგანოთა დისფუნქცია, სოკოვანი დაავადებებიც კი. წარმოიდგინეთ, სოკოვანი დაავადება როდის ხდება? როდესაც იმუნურ უჯრედს, რომელიც აი გარკვეულ ზონაშია, სადაც სისხლი არ მიეწოდება, ხო? არ მიეწოდება ის ენერგია, რომლითაც უნდა გაუმკლავდეს და ებრძოლოს ბაქტერიებს. და ზოგადად ყველაფერი გენეალური ყოველთვის არის ძალიან მარტივი. რა უნდა ვქნათ ამიტომ ჩვენ? ელემენტარულია ყველაფერი, ჩვენ უნდა გავათბოთ აღნიშნული ზონა როგორმე და რაც შეიძლება ხშირად უნდა დავაკვირდეთ ჩვენს ორგანიზმს, სად არ არის კარგად სისხლის მომარაგება, ანუ გრილი ადგილები, ცივი ადგილები და არსებობს უამრავი სათბური საშუალება მექანიკურიც, ფიზიოლოგიურიც და სხვების სახით, მაგრამ ყველაზე საიმედო და ისეთი, რომელზეც ყოველ წუთიერად მიგვიწვდება ხელი, ეს არის ჩვენი ხელები ისევ და ისევ, ხო? ვიცით, რომ ეს არის ბიოლოგიური დენის წარმომქმნელი მოცემულობა, იმიტომ ერთ ხელში გვაქვს მინუსი, მეორეში პლუსი, ხო? მათ შორის წარმოიქმნება ბიოლოგიური ველი, დენი, ასე ვთქვათ. აი თქვათ, მუხლი გვაწუხებს, ხო? მივიტანეთ ორივე ხელი, მოვაქციეთ დაზიანებული ორგანო, ამ შემთხვევაში დაზიანებულია, იმიტომ რომ როდესაც არ მიეწოდება სისხლი, აუცილებლად რაღაც ზიანდება, ფოტოშორის და ბლოკი წარმოიქმნება. ეს ბლოკი შემდგომში უკვე ძალიან ცუდ შედეგებს იძლევა უკვე სხვა ორგანოებისთვის, სადაც აი ამ მუხლის გავლით უნდა მოხდეს სისხლის მიწოდება. ანუ მოვაქცევთ ამ მუხლს, ჩვენს ცივ მუხლს, აი ამ ორ მოცემულობას შორის და მასში უკვე გაედინება ბიოლოგიური ველი, ესე იგი მარაგდება სასიცოცხლო ენერგიით, თბება და უკვე მისი გამტარობა, რა თქმა უნდა, მაღდება, ხო? თუ მაგალითად ყელი გვაწუხებს, იგივე ორივე ხელი, ორ ხელს, ანუ ორ ბიოლოგიურ მოცემულობას შორის უნდა მოვათავსოთ, მინუსში და პლუს შორის. დავიდებთ, სანამ ვიგრძნობთ, რომ ჩვენ ეს გვჭირდება, ყველაფერი შეგრძნებებზეა, იმიტომ რომ ჩვენ ვერავის ვერ ვკითხავთ, როდის დამთავრდა მიწოდების აუცილებლობა, ჩვენ თვითონ ვაკონტროლებთ. და სხვათა შორის აი ეს ფარისებური ჯირკვალიც, როდესაც თბება, უამრავი პრობლემის გადაჭრა ხდება. ნერწყვის გამოყოფა, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს და შეგვიძლია წყურვილიც კი დავიკმაყოფილოთ, როდესაც აი თავს ქვემოთ დავწერთ. ეს ყველაფერი არის აი ძალიან ელემენტარული მარტივი, ხა ამაზე ძალიან ბევრი ვიდეოს ჩაწერა შეიძლება, ვინც მომყვება ბევრ ამას ისწავლის ნამდვილად. როგორ მიხედოს თავის თავს წამებში და ძალიან ეფექტურად. როდესაც აი ეგ სამ ნაწილად იყოფა ეს ფარისებური ჯირკვლის მონაცემი, შეგვიძლია ძალიან ხშირად მივიდოთ ეს თითები და ეს წერტილები დავამუშავოთ, საწყისი, შუა და ქვედა. ჰორმონები უფრო დიდი ეფექტურობით გამოიყოფა სხვათა შორის და ძალიან ბევრ წამალს ჩაანაცვლებს. ესეც გავითვალისწინოთ. ასე რომ ზონების გათბობა ძალიან ეფექტურია ჩვენივე ხელებით გაკეთებული და ძალიან ბევრი პრობლემის აცილება შეგვიძლია ამით.